როგორც კი შემეტყობინებთ, რომ ვარ პირდაპირ ეთერში, მექნება მოკლე საინფორმაციო ჩართვა. კი, როგორც მივხვდი უკვე ვარ პირდაპირ ეთერში. მე ამ პირდაპირ ეთერის დავტოვებ Facebook-ზე რომ ნახოთ ყველამ. ეს არის მოკლე საინფორმაციო ჩართვა, იმიტომ რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჟურნალისტებისთვის უნდები საკუთარი პოზიციის და მოსაზრების გაცნობას და ამ დროს მივხვდი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი აუდიტორია აქ ხარ და შესაბამისად მინდა რომ ჩემ მოსაზრება გითხრათ. პირველ რიგში მეგობრებო, არანაირი პანიკა, არანაირი უიმედობა, ეს უნდათ სწორედ მათ, რომ ახლა თქვენ ადამიანები, რომლებიც დაჯარიმებულები ხართ, ადამიანები, რომლებიც ციხეში არიან, მათი ოჯახის წევრები, უიმედობამ შეგიპყროთ და ჩავთვალოთ, რომ აი რაღა დაგვრჩა, რა ბერკეტი, რომელიც მაგალითად ითვალისწინებდა ან ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენი ვითარება შემსუბუქებულიყო, ყველაფერს აღჭობენ, არა. ალტერნატიული გზები მოიძებნება ყველა შემთხვევაში, ყველაზე რთულ შემთხვევაშიც კი. ამიტომ მე გთხოვთ, რომ არ ავყოთ პანიკას, უიმედობას, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში იცოდეთ, რომ გამოსავალს ვიპოვით და ჩვენს აღებულ ვალდებულებებს აუცილებლად შევასრულოთ, ეს ერთი. მეორე, მე მესმის, რომ სამართლებრივ დავაში მათთან არ უნდა შევიდეთ, იმიტომ რომ აბსურდია და არანაირი სამართლებრივი მტკიცებულებები, თუნდაც იმ აბსურდისა, რაც გაავრცელა პროკურატურამ, არ გააჩნიათ და მე მესმის, რომ სამართლებრივ ნაწილში მათთან არც კი უნდა შევიდეთ პოლემიკაში, იმიტომ რომ ეს არის ერთმნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ მაინც მინდა რომ ხაზი გაუსვა რამდენიმე დეტალს. პირველ რიგში, როდესაც გვეუბნებიან გაბიტაშვილი პროკურორად რომ მოიაზრება, რომ გვეუბნება, რომ დამნაშავები ასად ამოვიკითხენ ანუკას ფონდი, აი ამ ნაწილზე მინდა რომ ვისაუბრო. აი როდესაც საუბრობენ, რომ დამნაშავე პირებისთვის ფინანსური მხარდაჭერა, ანუ ამ შემთხვევაში გულისხმობენ დაკავებულებს, ახალგაზრდებს, უდანაშაულო ადამიანებს. ჯერ უდანაშაულობის პრეზუმპციაზე რა გაუგია, დამნაშავეები როგორ არიან, ჯერ სასამართლო დადგენილება, სასამართლო განაჩენი, მათი მართული მოსამართლებიდანაც კი არ დამდგარა. და გაბიტაშვილი უკვე გვეუბნება, რომ დამნაშავე პირებს ფინანსური მხარდაჭერა ეწევათ. მეორე, როდესაც გვეუბნებიან, რომ დამნაშავე პირების ოჯახის წევრებს. ნუ გასაგებია რომ ამათი სასამართლო დამნაშავედ გამოაცხადებს ყველა დაკავებულს, მაგრამ 27 წელია, ანუ მათი ოჯახის წევრების ფინანსური მხარდაჭერა, როდესაც აქ საუბარია ჩაჭრილ ელექტროენერგიაზე და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, რომელი მუხლით გვეკრძალება? მართლა მაინტერესებს დაკავებული ადამიანების ოჯახის წევრების ფინანსური მხარდაჭერა. რა მუხლი ითვალისწინებს ამ აკრძალვას? მართლა 27 წელია მეორე ბალაკლავების და აირცინაღების დარიგება. საწევია რომ მაშინ როდესაც ჩვენ აირცინაღებს ვარიგებდით, ეს იყო კანონით აკრძალული. ამიტომ ეს აბსურდია, ისევე როგორც იყო საბურავების საქმე, ეგრეთ წოდებული პატრიშკების წამოწდენა გახსოვთ მაშინ მათი მხრიდან, როდესაც რაღაცა რევოლუცია და გადატრიალება და გახსოვთ ამ საქმის მსვლელობა სამართლებრივი. შესაბამისად, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ამას უყურებთ ძალიან არასერიოზულად პროკურატურის განცხადებას, აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს. ნუ ერთადერთი ის არის, რომ მე ხა ყველაზე მეტად დარდობ იმ დანაკლისზე და იმ დანაკარგზე, რომელიც იყო ფინანსურ ნაწილში, ანუ რაც გვედო ანგარიშებზე, ყველაზე მეტად მაგაზე ვდარდობ და აქვე უნდა იცოდეს პროკურატურამ, რომ ჩვენი დაყადაღებით მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერები არ გაანაწყენეს, იმიტომ რომ გურის სტიქიის დროს უმრავლესობა სწორედ მათი მხარდამჭერი იყო და როდესაც ისინი დატოვეს ყოველგვარი დახმარების გარეშე, ჩვენ გავუწიეთ მათ დახმარება და მე მათ მინდა შევატყობინა, როდესაც ადამიანები გვიგზავნიან შვილის გადარჩენის თხოვნებს და ნისიების წერილებს გვიგზავნიან და ჩაჭრილ ელექტროენერგიაზე, ჩვენ არ ვკითხულობთ ვისი მხარდამჭერები არიან. ამიტომ მეგობრებო, თქვენ თუ გონიათ რომ მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერები გაანაწყენეთ, იმედებს გაგიცრუებთ და გეტყვით რომ არა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვეხმარებოდით მხოლოდ ამ ადამიანებს და ბოლოს ჩვენ ხო ვიცით ზოგადად რომ სწავლობდნენ ამ ჩვენს დოკუმენტაციას და საბოლოო ჯამში მივიდნენ და გამოსავალი იპოვეს რომ ყველა ფონდი ერთად რომ დაეხურათ, საბოტაჟის მუხლი გამოეყენებინათ, რომლის თხოვნა თუ არ განცხადება შეიტანა ბატო შაქარაშვილმა ბატოს შაქარაშვილი არ მინდა კიდევ თქვა ის რასაც მასზე ვფიქრობ და ბატო შაქარაშვილი შეტანილი განცხადება რომ მეგობრებო საბოტაჟს გიწყობენ აი აქ ადამიანები გამოიყენეს ოფიციალურ სარჩულად. მე ყოველ დღე ბატო შაქარაშვილის მისამართს ტელეფონის ნომერს გავუგზავნი ყველა იმ ადამიანს, რომლის შეთხობინებაც ახლა მაქვს ინბოქსში, რომლებიც შვილების გადარჩენას გთხოვენ, რომლებიც გთხოვენ არსებობის საარსებო მინიმუმს. ბატო შაქარაშვილს უსურვებ ყველაფერს, რა შინაარსი შეთხობინებებიც ინბოქსში მოგდის, რა დახმარებაც გაგვიწევია ამ ხნის განმავლობაში.
ეს არის სამართლებრივი ნაწილი, უბრალოდ რა გამოიყენეს, თორე გასაგებია რომ არანაირი რაღაცა პოლიტიკურიას გადაწყვეტილება, მაგრამ ბატო შაქარაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ძალიან ბნელი დღე გაუთენდება დღეიდან ყოველ დღე, იმის გამო, რომ სწორედ ის გამოიყენეს ოფიციალურ მიზეზად, რომ ნანუკას ფონდი დაეყადაღებინათ და ეს ადამიანები დახმარების გარეშე დაეტოვებინა. მაგრამ ვამთავრებ იმით, რითიც ვიწყებ, უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ ეს არის პანიკისთვის არანაირი პანიკა, მეგობრებო, ჩვენი ერთადერთი იარაღი რაც არის, ეს არის ქუჩა და შესაბამისად ეს იარაღი ახლა უნდა გამოვიყენოთ ისე, როგორც არასდროს მიყვარხართ ყველა და იცოდეთ, რომ გამოსავალს მაინც მოვიფიქრებთ და იცოდეთ, რომ ძალა ერთობაშია და იცოდეთ, რომ ვერაფერს ამ გადაწყვეტილებით ვერ დაგვაკლებენ, მიყვარხართ.